დასავლური მედია აქტიურად წერს იმის თაობაზე, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ფარულ გეგმაზე მუშაობენ უკრაინაში ომის დასასრულებლად. მეტიც, NBC News-ი, Reuters-ი, Financial Times-ი და Axios-ი წერენ, რომ დონალდ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში უკვე დაამტკიცა 28 პუნქტიანი გეგმა, რომელშიც რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნები დომინირებს. საკითხში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემები წერენ, რომ ამ გეგმით უკრაინისგან დონბასის დათმობას, ზაპოროჟიესა და ხერსონში ფრონტის ხაზის გაყინვას, უკრაინის ჯარის ორჯერ შემცირებასა და შეიარაღების ნაწილის დათმობას მოითხოვენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საკითხზე კომენტირება მოუხდა. ისეთი რთული და სასიკვდილო ომის შესაწყვეტად, როგორც უკრაინაშია, საჭიროა სერიოზული და რეალისტური იდეების ფართოდ გაცვლა. მყარი მშვიდობის მიღწევა ორივე მხარისგან მოითხოვს რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს. სწორედ ამიტომ ამ ომის დასასრულებლად ჩვენ კონფლიქტის ორივე მხარის მოსაზრებებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ პოტენციური იდეების სიის შემუშავებას. ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს უარყოფენ რუსეთში, მათ შორის იმას, რომ გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული რუსეთის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი კირილ დიმიტრიევიც. ცნობილია, რომ წარმოშობით უკრაინელი და ამერიკაში განათლება მიღებული რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი სანქციების მოხსნის შემდეგ ვაშინგტონში იმყოფებოდა და დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელთან სტივენ ვიტკოფთანაც აქტიურ კონტაქტზე იყო. Чего-то нового добавить тому, что говорилось. ანკორიჯში განხილულ საკითხებზე რაიმე ახლის დამატება არ შეგვიძლია. ამ მხრივ ნოვაციები არ გვაქვს. თავად კონტაქტები უდავოდ გვაქვს, მაგრამ ისეთი კავშირები, რომელსაც კონსულტაციებს უწოდებდით, არ მიმდინარეობს. საკითხის დიპლომატიური და პოლიტიკური გადაჭრისთვის ყველა დრო კარგია. რუსეთი ღია რჩება დარეგულირების ირგვლივ, თუმცა მან უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ მოხსნილ იქნას კონფლიქტის პირველადი მიზეზები. NBC News-ი წერს, რომ შესაძლო გეგმა მომართულია იმაზე, რომ კონფლიქტის ორივე მხარემ მიიღოს მყარი გარანტიები და რომ მის შემუშავებაში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მონაწილეობდნენ ამერიკის პრეზიდენტის სიძესთან ჯარედ კუშნერთან ერთად. ბევრის ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმაც, რომ გუშინ ანკარაში ჩასული ვოლდიმერ ზელენსკის შეხვედრა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივენ ვიტკოფთან დაანონსების მიუხედავად გადაიდო. თავად მასპინძელთან შეხვედრაზე ვოლდიმერ ზელენსკიმ დაადასტურა კიევის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დიპლომატიური ძალისხმევა გააქტიურებული აქვს, თუმცა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს. ჩვენ ვენდობით პრეზიდენტ ტრამპს სურვილში, რომ დაასრულოს ომი. და ეს რთულია, მძიმეა სიტუაცია და მძიმეა გადაწყვეტილებებიც, რაც გასაგებია. ჩვენ აქ ვისაუბრეთ დიპლომატიურ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე. ახლა ბევრი პროცესი უფრო აქტიური გახდა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა აქტიურად იყოს ჩართული კონკრეტულად მშვიდობის მიღწევაში, მყარი მშვიდობის მიღწევაში. იგივე ეხება უსაფრთხოების გარანტიებს. ომი უნდა დასრულდეს, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ არ იქნება ჯილდო ომის წამოწყებისა და ადამიანების მკვლელობისთვის. თურქეთი მუდამ მზადაა განიხილოს რუსეთის შემოთავაზებები, რომელიც ააჩქარებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას და გზას გაუკვალავს მყარ მშვიდობას. ამ მიმართულებით ძალიან ვაფასებთ ჩვენი მოკავშირეების ჩართულობა შტატებიდან. ვფიქრობ, სარგებლიანი იქნება სტამბოლის პროცესების გააქტიურება უფრო ხელშესახები საკითხებით, რომლებიც სასწრაფოდაა გადასაჭრელი. ჩვენ ყველა პარტნიორისგან მოველით, რომ აჩვენონ კონსტრუქციული მიდგომა სტამბოლის პროცესის მიმართ. იმის დაშვება, რომ უკრაინასა და ევროპაზე რაიმე სახის გეგმები მათ გარეშე მუშავდება, არ მოსწონთ ევროკავშირში და ხანს უსვამენ, რომ ამერიკელი პარტნიორებისგან ამ მხრივ კონსულტაციებს ელიან. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე ბრიუსელშიც ისაუბრეს, სადაც ევროპელი მინისტრები უკრაინის დახმარების ახალ სქემებს განიხილავდნენ, მეტწილად რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან მიმართებით. ევროპელები მუდამ უჭერდნენ მხარს გრძელვადიან და მყარ მშვიდობას და მივესალმებით ყველანაირ ძალისხმევას ამის მისაღწევად. ნათელია, რომ ნებისმიერ გეგმაზე მუშაობაში ჩართული უნდა იყვნენ უკრაინელები და ევროპელები. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორი და ერთი მსხვერპლია. თუმცა რუსეთის მხრიდან დათმობები არ გვინახავს. უნდა გავერკვიოთ, მართლაც დგანან თუ არა დიდი ბიჭები ამ გეგმის უკან. თუ ასე არ არის. ამის შესახებ ხმები დადის და ჩვენ უკრაინის მხარე უნდა დავიჭიროთ. კითხვები იმის თაობაზე არის თუ არა ამ გეგმის ნაწილი ტერიტორიული დათმობები არ უნდა იქნას განხილული უკრაინის გარეშე. ჩვენ ვემხრობით პრეზიდენტ ტრამპის პირველად იდეას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე. მას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროპა. აქ ერთადერთი პრობლემა პუტინია.
სწორედ ევროპაა უკრაინის მთავარი მხარდამჭერი და ეს სწორედ ევროპის უსაფრთხოებას ეხება. ამიტომ ველით რომ ახალ გეგმებთან დაკავშირებით ჩვენთან კონსულტაციას გაივლიან. რუსეთი აგრესორია, იმედია რომ მსხვერპლს არ მოუწევს თავდაცვის შესაძლებლობების შემცირება, არამედ აგრესორს შეუმცირდება აგრესიის განხორციელების შესაძლებლობები. ცეცხლის შეწყვეტის ირგვლივ ნებისმიერი საკითხი უნდა იქნეს განხილული უკრაინასთან ერთად, მასში უნდა იყოს ჩართული ევროპა. მსურს მკაფიოდ ვთქვა, რომ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც მოლაპარაკებებამდე მიგვიყვანს, მაგრამ უპირველესი პირობაა ვლადიმერ პუტინმა დაასრულოს მისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. აქტუალობას არ კარგავს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მორიგი შეხვედრის შესაძლებლობა, რომლის ადგილიც ბუდაპეშტია, თუმცა რომლის დროც ჯერ ისევ ბუნდოვნად რჩება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს დაადასტურა, რომ ამერიკელი და რუსი კოლეგების მზაობას ელის, რათა საპრეზიდენტო სამიტს უმასპინძლოს.